ყოველ ზაფხულს სატვირთოების კოლონები ამერიკის უბნებს ქიმიური ნისლით ფარავენ, რათა დაიცვან მოსახლეობა დედამიწაზე ყვედამიწაზე მომაკვდინებელი ცხოველისგან. მაგრამ ეს აღარ მუშაობს. კოღოები ევოლუციას განიცდიან, ისინი წინააღმდეგობას იჩენენ. ეხლა ისეთი დაავადებები, როგორიცაა დასავლეთ ნილოსის ვირუსი, ბრუნდება. მავნებლების ქიმიური კონტროლის ერა დასრულდა და დროა რაღაც რადიკალური ვცადოთ. Google მიზანმიმართულად აპირებს ფლორიდისა და კალიფორნიის უბნებში 22 მილიონამდე კოღოს გამოუშვას. არა დაავადების გასავრცელებლად, არამედ მის დასასრულებლად. კოღო დამსახურებულად ითვლება მსოფლიოს ყველაზე მომაკვდინებელ ცხოველად. მისი მსხვერპლთა რაოდენობა შთამბეჭდავია. კოღოების მიერ გადატანილი დაავადებები ყოველწლიურად დაახლოებით 830,000 სიკვდილს იწვევს. ეს უფრო მეტია, ვიდრე შემდეგი სამი ყველაზე მომაკვდინებელი მიზეზი ერთად. ადამიანები 430,000 ლოკოკინები. დიახ, ლოკოკინები 200,000, ხოლო გველები 138,000. შეერთებულ შტატებში კოღოების მიერ გადატანილი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა დასავლეთ ნილოსის ვირუსი. 2025 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა 2100-ზე მეტი შემთხვევა და 162 გარდაცვალება. მის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს. არც კონკრეტული მკურნალობაა. არსებობს მხოლოდ პრევენცია და პრევენცია ნიშნავს ნისლის მანქანას. მაგრამ ეს რიცხვები სრულ სურათს არ გვიჩვენებს. ინფექციების უმეტესობა სიმპტომებს არ იწვევს, არ მოხდება ტესტირებაში და ოფიციალურ სტატისტიკაშიც არ აისახება. რაც ჩვენ გვესახება, ეს არის მხოლოდ ბევრად უფრო დიდი აფეთქების ხილული წვერი, რომელიც ხოლო ზაფხულს მოსახლეობაში ვრცელდება. დასავლეთ ნილოსი გადადის კოღოების ოჯახის ერთ-ერთი შტოს, კულექსის საშუალებით. მოწინააღმდეგე მწერი, რომელსაც Google რეალურად ებრძვის, სხვაა და გლობალურ მასშტაბზე ბევრად უფრო საშიშია. მისი სახელია Aedes aegypti. ეს არის კოღო, რომელიც արձელებს დინგეს, ზიკას, ჩიკუნგუნიას და ყვითელ ცხელებას. ის პატარა, აგრესიულია, დღისით გბენს და თითქმის სრულყოფილად არის ადაპტირებული ადამიანებთან ერთად ცხოვრებაზე. ის შეიძლება გამრავლდეს თქვენ სახლში, ბოთლის თავსახურში ჩამდგარ მცირეოდენ წყალშიც კი. დღეს დედამიწაზე 2 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს იმ ვირუსების რისკის ქვეშ, რომელსაც ეს კოღო ავრცელებს და მისი გავრცელების არეალი ფართოვდება. ის უკვე აღწევს კალიფორნიაში და მყარად იყიდებს ფეხს ფლორიდაში. ის თითქმის იდეალური მტერია. გამრავლებისთვის ჭაობიან ტბორი არ ჭირდება. გადაგდებული საბურავი, დაგუბებული წყალი, წყლის მილში, ქოთმის ქვეშ დადებული თეფში, ან ბავშვების სათამაშო, რომელიც წვიმაში დარჩა. ეს ყველაფერი საკმარისია, რომ მან კვერცხები დადოს. სადაც კი ერთი სუფრის კოვზი წყალი რამდენი მეტრით დარჩება, Aedes aegypti მას საბავშვო ბაღად აქცევს. მის გამრავლების ადგილებს ვერ ამოშრობთ, რადგან ისინი ყველგანაა, სადაც თქვენ ცხოვრობთ. ის ადამიანებთან ერთად განვითარდა და ჩვენს ქალაქებს თავის ბუნებრივ გარემოდ მიიჩნევს. დაავადებები, რომლებსაც ის ავრცელებს, ისეთივე საშიშია, როგორც დასავლეთ ნილოსი, სულ მცირე გლობალურ მასშტაბზე. მხოლოდ დინგეს ვირუსი ყოველწლიურად დაახლოებით 100-დან 400 მილიონამდე ინფექციას იწვევს. სიმპტომები მერყეობს გრიპის მაგვარი დაავადებიდან მძიმე ჰემორაგიულ დაავადებამდე, რომელიც ყოველწლიურად 10,000-ზე მეტ ადამიანს კლავს. ზიკა შეიძლება გადავიდეს ორსული ქალიდან მის შვილზე და დააზიანოს განვითარებადი ტვინი. ჩიკუნგუნია გადაჩენილებს ტოვებს სახსრების ტკივილით, რომელიც შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. ეს არის ის, რასაც ერთი მწერი აცდის თითოეული ნაკბენით. ასე რომ, როდესაც Google ამბობს, რომ სურს გამოუშვას 22 მილიონი კოღო ამ შტატში, გაიგეთ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. ისინი არ ქმნიან ახალ საფრთხეს. ისინი მიზანში იღებენ იმ საფრთხეს, რომელიც უკვე არსებობს. ის უკვე ვრცელდება და უკვე იმარჯვებს. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ძველი ბრძოლის მეთოდები აღარ მუშაობს. არც ერთი რაოდენობის ნის მანქანა ვერ გვიშველის. გასული საუკუნის უმეტეს ნაწილში კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია იყო უხეში ძალა. თუ მწერი მტერია, მოწამლე ჰაერი, სადაც ის დაფრინავს, შეწამდაფრინავს, შეწამლე უბნები, გააფრქვია ნისლი ჭაობებში, დაფარე მდგარი წყლები. და გარკვეული დროის განმავლობაში ეს მუშაობდა. შემდეგ კოღოებმა ცვლილება დაიწყეს. როცა ქიმიკატით ამუშავებ პოპულაციას, სინამდვილეში ყველას ვერ კლავ, მხოლოდ სუსტებს კლავ. ისინი, ვისაც გენეტიკური თავისებურება აქვთ, გადარჩებიან. ეს გადარჩენილები მრავლდებიან და მათი შთამომავლები ამ თავისებურებას იღებენ. კიდევ ერთხელ, შეწამლავ და კიდევ უფრო ძლიერ ჯიშს ქმნი. რამდენიმე სეზონში შენ უკვე აღარ წამლავ დაუცველ პოპულაციას. შენ მის ევოლუციას უწყობ ხელს. ეს თეორია არ არის. 2018 წელს ფლორიდაში მკვლევრებმა შეამოწმეს ველური Aedes aegypti პერმეტრინზე, რომელიც პესტიციდური სპრეების მთავარი საშუალებაა. ყველა პოპულაცია, რომელიც მათ შეამოწმეს, გამძლე არ მოჩნდა. ყველაზე ჯიუტი პოპულაციები 61-ჯერ უფრო რთული მოსაკლავი გახდა, ვიდრე ის კომარი, რომელსაც ქიმიური ნივთიერების მიმართ გამძლეობა საერთოდ არ ჰქონდა. შემდეგ მათ გენოტიპირება ჩაუტარეს თითქმის 5,000 კომარს ფლორიდის 200-ზე მეტი ადგილიდან და რაც აღმოაჩინეს, შემაშფოთებელი იყო. ინსექტიციდების მიმართ გამძლეობის ერთ-ერთი მთავარი მუტაცია უკვე თითქმის მთელ შტატში იყო გავრცელებული. მაგრამ ნამდვილი შოკი კონტროლის ჯგუფიდან მოვიდა.
კონკურენტი კომარის სახეობა, რომელიც ზუსტად იმავე კონტეინერებში მრავლდებოდა, თითქმის საერთოდ არ აჩვენებდა გამძლეობას. ქიმიური ნივთიერება ჯერ კიდევ მუშაობდა, უბრალოდ არა იმ კომარზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ ნისლის მეთოდს კიდევ ერთი პრობლემა აქვს. ის არ რჩება იქ, სადაც უმიზნებენ. ის იფანტება. ის ჩერდება ბაღებში, ბოსტნეულ ნაკვეთებში, ყვავილოვან მცენარეებზე, რომლებიც დამტვერავებს კვებავენ და ფუტკრის სკებში. ხელსაწყოს, რომელიც მწერის მოსაკლავად არის შექმნილი, არ შეუძლია განსხვავება ფუტკარსა და კომარს შორის. ამის ნაცვლად, ფუტკრები, რომლებსაც გამძლეობა არობა არ აქვთ, შეიძლება დაიხოცონ, ხოლო კომარებს სულ უფრო მეტი დასჭირდებათ, რომ მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდეს. სტრატეგია ორმაგად მარცხდებოდა. ის ყოველ სეზონთან ერთად ნაკლებად ეფექტური ხდებოდა მიზნის წინააღმდეგ. ის არასდროს იყო იმდენად ზუსტი, რომ დანარჩენი ყველაფერი დაენდო. უფრო მეც იხდიდი, უფრო მეც ასხურებდი და ნაკლებს ირებდი, მაშინ როცა გვერდითი ზიანი უცვლელი რჩებოდა. აბა, რას აკეთებ, როცა ის, რის წინააღმდეგაც იბრძვი, უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე შენ ახერხებ მის მოსაკლავად ახალი გზების გამოგონებას. Google-ის პასუხი იყო: შეეწყვიტა ბიოლოგიასთან ქიმიით ბრძოლა და დაეწყო ბიოლოგიასთან ბიოლოგიით ბრძოლა. იმის გასაგებად, თუ რა არის ეს გადაწყვეტა, უნდა გაიგო რაღაც, რაც პრაქტიკულად მხოლოდ კოღოსთვისაა დამახასიათებელი. მხოლოდ მდედრი კოღო კვენს, რადგან მას სჭირდება სისხლში არსებული ცილა კვერცხების დასადებად. მამრიკი საერთოდ არ კვენს. ის იკვებება ნექტარით, ცხოვრობს მოკლე სიცოცხლით და მისი ერთადერთი როლია შეწყვილდეს მდედრთან. სწორედ ამაზე აგებული მთელი გეგმა. დაკპორე რაიონი მამრი კოღოებით, რომლებიც ზუსტად ადგილობრივებივით გამოიყურებიან და იქცევიან, მაგრამ ისინი სიცოცხლის უნარიან შთამომავლობას ვერ აჩენენ. პოპულაცია შიგნიდან ინგრევა, ყოველგვარი შხამის ჩხამის წვეთის გარეშე. მხოლოდ ერთი პრობლემა არსებობდა. ემა არსებობდა. მამრების გასაშვებად ჯერ უნდა გამოყო ისინი მდედრებიდან მილიონობით რაოდენობით, თითქმის უშეცდომოდ. თუ ძალიან ბევრი მკბენი მდედრი მოხდება პარტიაში, პრობლემას არ ამცირებ, არამედ მას პირდაპირ ხალხის კართან აგზავნი. ამ იდეის ისტორიის უმეტეს ნაწილში კოღოების სქესის მიხედვით და ხბის სქესის მიხედვით დახარისხება იყო დამღელი ხლელი და ხელით შესასრულებელი საქმე, რაც ამ მეთოდს მცირე მასშტაბზე ნელა და მხოლოდ ადგილობრივად იყენებდა. აქ Google-ს უპირატესობა აქვს. Verily, Google-ის სიცოცხლის მეცნიერებების გამყოფილება და პროექტი სახელად D-Debug ამ პრობლემას ისე მიუდგნენ, როგორც სილიკონის ველი ყველაფერს ავტომატიზაციით უდგება. კოღოებს ზრდიან კაცრად კონტროლირებად ობიექტებში და შემდეგ ატარებენ კომპიუტერული ხედვის სისტემებში, რომლებიც ფოტოზე სახეების ამობის ამოცნობის ტექნოლოგიას ჰგავს. მანქანები თითოეულ მწერს ამოიცნობენ როგორც მამს ან მდედრს და შემდეგ ავტომატურად ასორტირებენ. პროცესი უფრო ქარხნის ხაზს გავს ვიდრე ლაბორატორიას. მწერები ერთ მწკრივად გადაადგილდებიან ოპტიკურ სენსორებთან. წამში სისტემა კითხულობს ფიზიკურ ნიშნებს, რომლებიც მამსსა და მდედრს ერთმანეთისგან განასხვავებს. ის ამჩნევს იმ ნიუანსებს, რომელთა დაჭერაც ადამიან ტექნიკოს გრძელი წლის განმავლობაში გაუჭირდებოდა და იღებს გადაწყვეტილებას. მამრები ხაზზე განაგრძობენ მოძრაობას გამოსკამოშვებისკენ. მდედრები კი გვერდზე გადაჰყავთ. ის უწყვეტად მუშაობს ისეთ სისტრაფეზე, რომელსაც მიკროსკოპიანი ადამიანებით სავსე ოთახიც კი შეეძრება, რადგან შეცდომის დაშვების უფასების უფლება არ არსებობს. მაშ, რამდენად უკეთესია მანქანები? ერთი ავტომატური სისტემა საათში 150,000 კოღოს ჯგუფს ახარისხებს და ამასთან ერთად აცხადებს 99.7%-იან სიზუსტეს. იმავე შედეგის მისაღებად, ორ ადამიანს მთელი კვირაზე მეტი დასჭირდებოდა. ერთ ესპანურ კოღოების კონტროლის პროექტში ორმა მუშაკმა ხელით დაახარისხა დაახლოებით 240,000 კოღო მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში, დაახლოებით 99%-იანი სიზუსტით. მასშტაბების სხვაობა გასაოცარია. რაც ადრე დღეებს სჭირდებოდა, ახლა საათებში სრულდება. კოღომ მილიონობით წელი დახარჯა თავის არიდების სრულყოფაში. ეხლა მას ჰყავს მოწინააღმდეგე, რომელიც არ იღლება და ყოველ ჯერზე უმჯობესდება. Google-ის გეგმა გულისხმობს მილიონობით ინფიცირებული კოღოს გამოშვებას. ეს სიტყვა იდეას ბევრად უფრო საშიშად აჟღერებს, ვიდრე სინამდვილეშია. არ არსებობს გენეტიკურად მოდიფიცირებული მწერი, არც ლაბორატორიაში შექმნილი DNM-ა, არც სამეცნიერო ფანტასტიკის მსგავსი შერწყმა. იარაღი არის ბაქტერია სახელად Wolbachia და ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიკროორგანიზმია პლანეტაზე. ის უკვე ბუნებრივად ცხოვრობს მსოფლიოს მწერების დიდ ნაწილში. Google-ის მამრები უბრალოდ ატარებენ მის ერთ შტამს და ეს საკმარისია იმისთვის, რომ სახეობის გამრავლების უნარი დაირღვეს. ამ სტრატეგიის უკან მდგომ მექანიზმს ციტოპლაზმური შეუთავსებლობა ეწოდება. მამრები, რომლებიც Wolbachia-ს შტამს ატარებენ, ჩვეულებრივად წყვილდებიან, მაგრამ თუ მდედრს შესაბამისი შტამი არ აქვს, ემბრიონი მაშინვე იღუპება. განაყოფიერებული კვერცხები წარმოიქმნება, მაგრამ არაფერი იჩეკება. და რადგან კოღოები ძალიან მოკლე სიცოცხლით ცხოვრობენ, ამ მამრებით პოპულაციის გადავსება ნიშნავს, რომ უმეტესობა მდედრებისა დადებს კვერცხებს, რომლებიც არსად წავა. Wolbachia ერთიანი ორგანიზმი არ არის. ეს არის ერთი, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი შტამების ჯგუფი და სხვადასხვა შტამი შეიძლება სხვადასხვა გავლენას ახდენდეს ახლო ნათესავ კოღოს სახეობებზე.
ეს ნიშნავს, რომ სისტემა შეიძლება შეიცვალოს. ერთ სეზონზე შეგიძლია ერთი შტამი შეიტანო. შემდეგ სეზონზე კი სხვა შტამზე გადადიხარ. აგრძელებ შეუთავსებლობისა და პოპულაციის შემცირების ციკლს. თუ მამნებლის სტერილიზაციით მისი განადგურების იდეა არარეალურად ჟღერს, სინამდვილეში ამ მეთოდმა უკვე გადაარჩინა ჩრდილოეთ ამერიკა პირუტყვის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპიდემიას მის ისტორიაში. 10 წლეულების წინ შეერთებულმა შტატებმა შეეჯახა screw worms, ხორცის მჭამელ ბუსს, რომლის მატლებიც ცოცხალ ცხოველებში იჭრებოდნენ. ამიტომ მეცნიერებმა გაამრავლეს ეს ბუზები, სტერილიზაცია გაუკეთეს მამრებს და შემდეგ მილიარდობით გამოუშვეს ისინი. ველური მდედრები შეწყვევდნენ სტერილურ მამრებთან. შთამომავლობა არ გაჩნდათ და ბუზების პოპულაცია ქვეყნიდან გაქრა. განსხვავება იმ მეთოდსა და Google-ისას შორის ისაა, რომ ვოლბახია უფრო შორს აღწევს. რადგან ეს ბაქტერია ბუნებრივად გვხვდება უკვე ბევრ მწერში, ის საშუალებას იძლევა იგივე რეპროდუქციული საბოტაჟი განხორციელდეს ისე, რომ არ დასჭირდეს კოღოების დასხივება ან მათი გენების ინჟინერია. ეს ნიშნავს, რომ ბუნების მიერ უკვე შექმნილი ინსტრუმენტი გამოიყენება და მიმართულია ერთ კონკრეტულ სახეობაზე. ამ იდეის ამ კონკრეტულ ვერსიას კი შესაფერისი ირონიით გამორჩეული ისტორია აქვს. პირველად, როდესაც ციტოპლაზმური შეუთავსებლობა გამოიყენეს ველური კოღოების პოპულაციის გასანადგურებლად, ეს არც კი იყო ედესის კოღოებზად. ედესის კოღოებზე. 1967 წელს დღევანდელ მიანმარში გენეტიკოსმა ჰანეს ლავინმა გამოიყენა მამრი კოღოების სახეობიდან Culex pipiens pegigensი, რომელიც დასავლეთ ნილოსის კოღოს ახლონათესავია. შედეგად, ადგილობრივი პოპულაცია მთლიანად დაინგრა. და იმ დროს მეცნიერებმა არც კი იცოდნენ, რომ ამის მიზეზი ბაქტერია იყო. იგივე იდეა, რომელიც ახლა გამოიყენება დენგეს კოღოების წინააღმდეგ, 10 წლეულების წინ დამტკიცდა დასავლეთ ნილოსის მატარებლის ახლონათესავზე. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ვოლბახიას იარაღის. ბაქტერიები ამცირებენ კოღოს უნარს ვირუსების გავრცელებაში. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ ვოლბახიას გარკვეული შტამები ხელს უშლის ვირუსის გადაცემას კოღოებში და კოღოებიდან. კვლევა მიუთითებს, რომ ახლად ინფიცირებული კოღოები ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაავადებას გაავრცელებენ. ეს ბოლო პუნქტი კიდევ ერთ დამატებით უსაფრთხოების მექანიზმს იძლევა. ვოლბახიას კოღოების პოპულაციაში შეყვანას კიდევ ერთი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. თუნდაც მდედრები ატარებდნენ მას და თავიდან აიცილებდნენ ციტოპლაზმურ შეუთავსებლობას, მათ შეიძლება ნაკლები უნარი ჰქონდეთ ადამიანებისთვის მომაკვდინებელი ვირუსების გადაცემის. ქაღალდზე იდეალურად ჟღერს, მაგრამ ნამდვილი გამოცდა ყოველთვის ისაა, რა მოხდება, როცა 5-ს რეალურ ამერიკულ ქალაქში გახსნი. 2017 წლიდან დაწყებული და 2018 წლის განმავლობაში გაფართოებული დებაგის გუდმა ჩაატარა იმ დროისთვის ყველაზე მასშტაბური კვლევა ამ ტიპის შეერთებულ შტატებში. სტერილური ვოლბახიით ინფიცირებული მამრი ედის ეგვიპტის კოღოები. გაუშვეს კალიფორნიის შტატის ფრეზნოს ოლქის გარეუბნულ უბნებში. შემდეგ ისინი შეადარეს მსგავს უბნებს, სადაც არაფერი გაუშვეს. კოღოების სეზონის პიკზე დამუშავებულ უბნებში მტაცებელი მდედრი კოღოების რაოდენობა 95%-ზე მეტით შემცირდა დამუშავებელ უბნებთან შედარებით. ყოველი 20 მტაცებელი მდედრი კოღოდან, რომელიც იქ უნდა ყოფილიყო, 19 აღარ იყო. 2020 წელს ეს შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Biotechnology-ში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფართო სამეცნიერო საზოგადოებასა და რეგულატორებს შეეძლოთ მეთოდების დეტალურად განხილვა და თითოეული ხაზის გადამოწმება. გუნდმა გაავრცელა თავისი ნედლის საველე მონაცემებიც, რათა ანალიზის გამეორება შესაძლებელი ყოფილიყო. ეს უკვე აღარ იყო პრეს-რელიზი, არამედ მტკიცებულება. თუმცა კვლევას თავისი შეზღუდვები ჰქონდა. მიზეზი, რის გამოც ჩახშობა 100%-ს ვერ მიაღწია, ის არის, რომ მტაცებელი მდედრები მეზობელი ტერიტორიებიდან შეიძლება გადმოვიდნენ, სადაც მკურნალობა არ ჩატარებულა. და ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მეთოდი საზღვრების შიგნით იმდენად კარგად მუშაობდა, რომ მისი მთავარი დარჩენილი მტერი გეოგრაფია იყო. შესაბამისად, თუ უფრო დიდ ტერიტორიას დაამუშავებთ, ეფექტი კიდევ უფრო გაძლიერდება. ფრეზნო ერთადერთი საცდელი ადგილი არ ყოფილა. ზუსტად ეს ტექნოლოგია შემუშავდა სინგაპურის ეროვნულ პროექტ ვოლბახიაში. ქალაქ სახელმწიფო დენგის წინააღმდეგ იბრძვის სტერილური მამრების განმეორებითი გამოშვებით. ავსტრალიის შორეულ ჩრდილოეთ კვინსლენდში ქვეყნის ეროვნული სამეცნიერო სააგენტოსა და ადგილობრივ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით მობით მილიონზე მეტი სტერილური მამრი იქნა გამოშვებული. იგივე ძირითადი სისტემა ეფექტურად დამტკიცდა სხვადასხვა კონტინენტსა და კლიმატში. არსებობს დეტალი იმ ადრეული ფრეზნოს ცდებიდან, რომელიც ღირს დაიმახსოვრო, რადგან ის ეწინააღმდეგება ინსტინქტურ შიშს, რომ საფრთხე გაიზრდება. მოსახლეობას აჩვენეს დემონსტრაციული ყუთები, საიდანაც მამრი კოღოები უშვებდნენ და სთხოვეს დაეშვათ ისინი შიშველ კანზე. არავინ დაკბენილა, რადგან მამრი კოღოები ფიზიკურად ვერ კბენენ. მილიონობით გამოშვებული მწერები ადამიანისთვის სრულიად უვნებელია. ერთადერთი, ვინც მათ ეშინია, არის მდედრი კოღო, რომელიც პარტნიორს ეძებს. Google-ის გეგმები ფლორიდასა და კალიფორნიაში 2026 წელს არ ეხება იმას, მუშაობს თუ არა ეს გეგმა, არამედ იმას, როგორ განახორციელონ იგი მთელი შტატის მასშტაბით. ევოლუციურ ბიოლოგიაში არსებობს იდეა, რომელსაც წითელი დედოფლის ჰიპოთეზა ეწოდება.
ის აღწერს შეიარაღების რბოლას, რომელსაც დასასრული არ აქვს, სადაც ერთი მხარის ყოველი წინსვლა მეორე მხარის საფასუხო ქმედებით სრულდება და ეს პროცესი უსასრულოდ გრძელდება. ევოლუციური ბიოლოგიისთვის ეს კონცეფცია ეხება სახეობებს, რომლებიც გარემოს ერგებიან და უბრალოდ არსებობის უნარი აქვთ. იგივე კონცეფცია გამოყენებულია აგრეთვე სოფლის მეურნეობაში, სადაც მას იყენებენ იმის აღსაწერად, თუ როგორ უნდა შეიცვალოს კულტურები, რათა გაუძლონ კლიმატის ცვლილებას. მაგრამ სწორედ ეს გახდა ქიმიური მავნებლების კონტროლი. ყოველი ახალი პესტიციდი, რომელსაც ყიდულობენ, რამდენიმე წლის განმავლობაში ეფექტიანია, შემდეგ კი გადარჩენილები, რომლებიც მას უძლებენ, ირჩევიან. ეს გადარჩენილები კვლავ აძლიერებენ პოპულაციას და ის უფრო ძლიერი ხდება, ვიდრე ადრე იყო. ჩვენ მთელი ძალით ცდილობდით, ვიგონებდით ახალ შხამებს, ხოლო კოღოებიც მთელი ძალით ცდილობდნენ გადარჩენას. ვოლბახიას მეთოდი განსხვავებულია იმიტომ, რომ ის თამაშის წესებს ცვლის. ქიმიური ნივთიერება კოღოს გარედან ესხმის თავს და კოღო ეჩვევა მას. ვოლბახია კი მას შიგნიდან უტევს. იმ ერთი გზით, რასაც კოღო ვერასდროს შეწყვეტს, თუ საერთოდ სურს არსებობა, გამრავლება. ამაში რაღაც ელეგანტური სისასტიკეა. და თუ ეს მასშტაბურად იმუშავებს, შეიძლება არამხოლოდ ის, როგორ ვუმკლავდებით კოღოებს, არამედ ისიც, როგორ ვუყურებთ ჩვენს გარშემო ცოცხალი სამყაროს მართვას. რაც ზუსტად ამიტომაც ხდის ბოლო ნაბიჯს ყველაზე რთულს. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით Google-ს ჯერ კიდევ არ აქვს ნებართვა. მას მხოლოდ განაცხადი და პროცესი აქვს. ეს ის მომენტია, როცა საქმე ლაბორატორიებსა და საველე მონაცემებს აღარ ეხება და ყველაფერი ნებართვაზე გადადის. ტექნიკა შეიძლება იყოს ბრწყინვალე, კოლეგიალურად შეფასებული და სამ კონტინენტზე დამტკიცებული, მაგრამ მაინც ვერ შეეხება ამერიკულ უბანს, სანამ რეგულატორი არ მისცემს ნებართვას. ეს კონტროლია სწორედ ის, რაზეც ეს ისტორიაა. ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულმა განცხადებამ გეგმა წარმოადგინა. პირველ წელს ფლორიდაში 16 მილიონამდე კოღო უნდა გაეშვათ. მეორე წელს კიდევ 16 მილიონი კალიფორნიაში. სულ 22 მილიონი კოღო აღსანიშნავია, რომ ეს არის ეტაპობრივი განხორციელება 2 სეზონზე და არა ერთდროული მასობრივი გაშვება ორივე შტატში. მაგრამ ეს საკითხი ახლა საჯაროა. ყველას შეუძლია წაიკითხოს ეს და გააგზავნოს კომენტარები EPA-ის ფედერალური რეგულაციების პორტალზე პროექტისთვის მინიჭებული კონკრეტული საქმის ნომრის მიხედვით. ასე მიიღება მსგავსი გადაწყვეტილებები არა საკონფერენციო ოთახში, არამედ საჯაროდ, სადაც რეგულატორები აფასებენ მეცნიერებასა და უსაფრთხოებას, სანამ რამეს გაავრცელებენ. და წითელი დედოფლის რბოლას კიდევ ერთი მხარე აქვს. იმაზე იმუშავებს თუ არა ეს ტექნოლოგია თქვენს ქვეყანაში, უფრო ნაკლებად მეცნიერება და უფრო მეტად თქვენი სიმდიდრე, კლიმატი და მთავრობა განსაზღვროს. დავიწყოთ იმ ფაქტით, რომ სოფლიო უკვე 2 ბანაკად გაიღო. ერთი მიდგომა გულისხმობს როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი ვოლბახიათი ინფიცირებული კოღოების გამოშვებას. ბაქტერია თავისით ვრცელდება და დროთა განმავლობაში დაცვა თვითმყოფადი ხდება, რაც თანდათან ამცირებს კოღოების პოპულაციას. ამ გზას 12-ზე მეტი ქვეყანა დაადგა. სხვა მიდგომა, რომელსაც იყენებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა შეერთებული შტატები, სინგაპური და ჩინეთი, მხოლოდ სტერილურ მამრებს უშვებს. ეს მეთოდი პოპულაციას ამცირებს რეპროდუქციული პროცესის უხეში დარღვევით, მაგრამ ეფექტი თვითმყოფადი არ არის. ეს ის გზა, რომელსაც Google ადგას და რომელიც ლით შეიძლება ითქვას, უფრო ძვირადღირებულია, რადგან პოპულაციის შემცირების პროგრამა არასდროს სრულდება. სეზონიდან სეზონამდე საჭიროა მამრი კოღოების წარმოება და გამოშვება, რათა შეაჩეროთ კოღოების გამრავლება. სინგაპურში ეს ნიშნავდა დაახლოებით 2-დან 5 მილიონამდე მამრი კოღოს ყოველ კვირას გამოშვებას, რომლებიც სამკურნალო ადგილებზე კვირაში 2-ჯერ მიეწოდებოდა. ზოგ შემთხვევაში ისინი მაღალსართულიანი კორპუსების სხვადასხვა სართულებზეც კი მიჰქონდათ. ეს ფაქტობრივად მუდმივი გამოწერაა კოღოებზე, რისთვისაც მთავრობას უწევს გადახდა. ასე რომ, მაღალი შემოსავლის მქონე ადგილებს, როგორიცაა სინგაპური ან ამერიკის შტატები, შეუძლიათ დაიშალონ მუდმივი გაგზავნის მეთოდის გამოყენება. მაგრამ მეგაქალაქებში, სადაც როგორც კოღოების, ისე ადამიანების რაოდენობა უფრო დიდია, იგივე მიდგომის შენარჩუნება გაცილებით რთული და ძვირადღირებული ხდება. შემდეგ არის კლიმატის მახე. გრძელვადიანმა მაღალმა ტემპერატურებმა შეიძლება გაათხელოს ბაქტერიები მწერის შიგნით, დაასუსტოს რეპროდუქციული ბლოკი და შეასუსტოს ვირუსთან ბრძოლის ეფექტი, რომელზეც მთელი სტრატეგიაა დამოკიდებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ინსტრუმენტი ყველაზე სუსტია ყველაზე ცხელ ადგილებში. ეს ზუსტად ის ტროპიკული რეგიონებია, სადაც დინგე ყველაზე მეტად აზიანებს. მსოფლიოში დინგეს დაფიქსირებული შემთხვევების ნახევარი მხოლოდ ბრაზილიაზე მოდიოდა. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს ერთი უნივერსალური რეცეპტი, რომელიც შეიძლება უბრალოდ გადაიტანო ზომიერი კლიმატის გარეუბნიდან ეკვატორულ ჯურღმულში. და მაშინაც კი, როცა ფული და კლიმატი ხელს უწყობს, არსებობს მთელი ადამიანური ბიუროკრატია. ბევრ ქვეყანაში ჯანდაცვის ოფიციალური პირები არასდროს შეხვედრიან მსგავს რამეს. იდეა იმისა, რომ განზრახ გამოუშვა კოღოები, რომელთაგან ზოგს შეუძლია უკბინოს კიდეც, ძნელად თავსდება იმ საუკუნოვან შეხედულებაში, რომ ერთადერთი კარგი კოღო მკვდარი კოღოა. ბევრ მთავრობას არ აქვს რეგულირების მექანიზმი, რომ თუნდაც შეიტანოს ეს მწერები და არჩევნების 4-დან 5 წლამდე ციკლი ართულებს ძვირადღირებულ პროგრამაზე ვალდებულების აღებას, რომელსაც შეიძლება წლები დასჭირდეს ხილული შედეგის მისაღწევად. ტექნოლოგია შეიძლება დამტკიცდეს, მაგრამ მაინც გაიჭედოს კომიტეტის ოთახში.
ასე რომ რბოლა სინამდვილეში უოლბახიაზე არ მთავრდება. თუ დამტკიცდება, Google-ის მილიონი კოღო გათავისუფლდება დედამიწის ორ ყველაზე მდიდარ შტატში, სადაც არის ლაბორატორიები, ფინანსები და რეგულატორები, რომ ეს ყველაფერი გაამუშაონ. შემდეგ, დიდი ალბათობით კიდევ ერთი პროექტი დაიწყება მეტი კოღოსთვის, რომლებიც იმავე ან სულად სხვა შტატებს დაუმიზნებენ. შეიძლება თუ არა, იგივე ხრიკმა ოდესმე მიაღწიოს იმ ადგილებს, სადაც ყველაზე მეტ ბავშვს ასაფლავებენ. ეს სრულიად სხვა ბრძოლაა და ბევრად ნაკლებად განსაზღვრული. მაგრამ უნდა წარმოიდგინოთ ის საბოლოო შედეგი, რომელსაც კომპანია ყიდის. ზაფხული, როცა ნისლის მანქანა აღარ მოდის, რადგან მისთვის აღარაფერი დარჩა გასაკეთებელი. ეს ამბიცია მხოლოდ დენგეს კოღოზე ვერ გაჩერდება. ამერიკაში ყველაზე მომაკვდინებელი კოღოსგან განგადამდები დაავადება ისევ დასავლეთ მილოსია, რომელსაც კულექსი ავრცელებს. მკვლევრები წლებია მუშაობენ იმავე პრინციპის მის წინააღმდეგ გამოყენებაზე. არსებობს ერთი სერიოზული დაბრკოლება. განსხვავებით იმ ეედესის კოღოებისგან, რომლებსაც ვერილი უშვებს, კულექსის კოღოებს უოლბახია ბუნებრივად უკვე აქვთ, ამიტომ უბრალოდ დამატება შეუძლებელია. უნდა შემოიტანოთ შეუთავსებელი შტამი, რომ გამოიწვიოთ იგივე რეპროდუქციული კოლაფსი. ლაბორატორიაში ეს პროცესი მარტივია. შეიძლება თუ არა ეს პროცესი გავცელდეს მთელ ამერიკულ ზაფხულზე ისე, როგორც ეედესის პროგრამამ შეძლო, ეს უკვე შემდეგი ათწლეულის საკითხია და არა ამ ათწლეულის. ეს არის უფრო დიდი რისკი, რომელიც 22 მილიონი მწერის ამბის უკან იმალება. Google-ის გამოშვება მიზნად ისახავს დენგეს, ზიკას და ჩიკუნგუნიას. აქ არაფერი უნდა იყოს აღქმული როგორც დასავლეთ ნილოსის ვირუსის მკურნალობა, მაგრამ თუ ეს მიდგომა შტატის მასშტაბით იმუშავებს, ის გახდება კონცეფციის დადასტურება ბევრად უფრო მასშტაბური კამპანიისთვის, მთელი კოღოების კოღოების ოჯახის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად რადიკალური ხედვაა და იმსახურებს როგორც იმედს, ისე დაკვირვებას, რადგან შეიძლება ეს იყოს ერთადერთი გამოსავალი. სატვირთოები უკვე ვერ მუშაობს, ქიმიკატები უკვე მარცხდებიან და საუკუნეში პირველად ალტერნატივა აღარ არის უფრო ძლიერი შხამი. ეს არის მილიონობით კოღო, რომელიც მანქანებით არის დალაგებული და ატარებს უძველეს ბაქტერიას. მზადაა გამოშვებისთვის იმ მწერის წინააღმდეგ, რომელმაც ყველაფერი გადაიტანა, რაც კი მის წინააღმდეგ გამოვიყენეთ. და ეს თქვენს ეზოში იტესტება. და თუ ეს ყველაფერი გაიძულებთ, იფიქროთ, რატომ ირჩევენ კოღოები ამავე უდანაშაულო მსხვერპლებს ისევ და ისევ მარტო არ ხართ. ნახეთ როგორ გაიგეს მეცნიერებმა, რატომ კბენენ კოღოები ზოგ ადამიანს სხვებზე მეტად. საიდუმლო გახსნილია რათა გაიგოთ. ან დააწკაპუნეთ ამ ვიდეოზე.